იუნგმა შეიმუშავა ეგრეთ წოდებული გაცნობიერებული ტრანსმუტაციის პროტოკოლი. ეს არის განსაკუთრებული მეთოდები, რომლებიც ემპათს საშუალებას აძლევს განზრახ შევიდეს ყოველ ალქიმიურ სტადიაში და მიმართოს პროცესი საჭირო არხით. აი ამ ცნობიერი მესამე სტადიისთვის, ალქიმიური მესამე სტადიისთვის ნიგრედო, ხო, გაწითლება. იუნგმა ისწავლა იმის შექმნა, რასაც მანვე უწოდა გახსნა. Растворение, dissolving, საკონტროლო გახსნა. იმის მაგივრად რომ დაეშვა აი ამ საკუთარი ეგოისტური ბარიერების ავტომატური გაქრობა, იუნგმა ისწავლა მათი განზრახ შემცირება გარკვეული პერიოდების განმავლობაში ისე, რომ მუდმივად შეენარჩუნებინა პიროვნული ბირთვი ხელშეუხებლად. ალბედოსთვის იუნგმა შეიმუშავა ოღონდ ცნობიერი ალბედოსთვის შეიმუშავა არჩევითი შთანთქმის ტექნიკები. ანუ მან ისწავლა გაერჩია ემოციები, რომელთა გათამუშავებას ჰქონდა აზრი იმ ემოციებისგან, რომელთა შთანთქმა იქნებოდა ტოქსიკური. ანუ არჩევითი შთანთქმის ტექნიკები. მან დაამუშავა შინაგანი სენსორები, რომლებიც იძლეოდნენ საშუალებას განესაზღვრა მართლა მიისწრაფოდა ადამიანი განკურნებისკენ, თუ უბრალოდ ცდილობდა თავიდან აერიდებინა ემოციური პასუხისმგებლობა. ალბედო ხო გახსოვთ რაც იყო, ეს არის გათეთრება. ისედაც რომ დაგუგლოთ ალბედო, იქნება ახალი სიცოცხლე, ცნობიერების გაშუქება, სულიერი ნათება, უკავშირდება სისუფთავეს, სიმშვიდეს. მიზანი რა არის? ჭუჭყისგან, ბნელისგან გათავისუფლება, სულის სარეცხი. ცნობიერი ალბედოსთვის იუნგმა შეიმუშავა ზუსტად ეს არჩევითი შთანთქმის ტექნიკები. ეხლა სულიერი რუბედო, ანუ ცნობიერი რუბედო ბოდიში. რა აღმოაჩინა იუნგმა ამ ცნობიერ რუბედოში, რომ როცა ემპათი სწავლობს ცნობიერად მართოს ეს ტრანსმუტაციის პროცესი, ის არა მხოლოდ ეხმარება სხვებს, არამედ აჩქარებს საკუთარ ფსიქოლოგიურ განვითარებასაც. ეხლა ვიდრე ცნობიერ რუბედოზე გადავიდოდე, რუბედო რა არის? წითელი, სრულყოფილება, სიცოცხლე, საბოლოო გაერთიანება, სული და მატერია ერთია. ეს არის ალქიმიური წითელი ქვა, გარდასახვის სრულყოფილების სიმბოლო. აი philosopher's stone რო უწოდებენ, ეს რუბედოა. ანუ მიზანი რა არის? მთლიანობა, სულიერი და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევა. ეხლა ამ ალქიმიურ გზაზე აქ ნახსენები არ არის მესამე. ეს არის ციტრინიტის. აი ესე გამოიყურება ალქიმიური გზა, ესე იგი მყდომარება, ნიგრედო, განწმენდა, ალბედო. მესამე არის სიბრძნის აღმოცენება. ციტრინიტის ეს ყვითელია და სრულყოფილება უკვე რუბედო. ეს ისე გავიმეორეთ რა ალქიმიური პროცესი. ესე იგი ცნობიერი ალბედოსთვის იუნგმა შეიმუშავა არჩევითი შთანთქმის ტექნიკები, იმისთვის რომ ემპათს ქონოდა იმის საშუალება, ესე იგი გაერჩია ეს ადამიანი, რომელთანაც მას კონტაქტი აქვს, ცდილობს განკურნებას თუ უბრალოდ ცდილობს რომ ემოციური პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან. და ცნობიერ რუბედოში იუნგმა აღმოაჩინა, რომ როცა ემპათი სწავლობს ცნობიერად მართოს ეს ტრანსმუტაციის პროცესი, არა მხოლოდ სხვას ეხმარები, არამედ აჩქარებს საკუთარ ფსიქოლოგიურ განვითარებას. და სხვა ადამიანის ყოველი ემოცია, რომელსაც შენ ამუშავებ, ხო, საკუთარი აი ამ ტრანსცენდენტული ფუნქციით, აი ამ რუბედოთი, ხო, გიმატებს თან ახალ სიბრძნეს. შენს საკუთარ შინაგან რეპერტუარს ემატება კიდევ ახალი ჭეშმარიტება, კიდევ ახალი სიბრძნე. საერთოდ ცნობიერი ემპათები, ხო, ვითარდებიან იმით, რომ სხვას ეხმარებიან, სხვების დახმარებით. ანუ სხვის განკურნებაში ნებისმიერი წვლილის შეტანა შენი როგორც ემპათის
ინტეგრირების საკუთარ უნარს აძლიერებს და აფართოებს. აი, იუნგი ამას უწოდებს ურთიერთ ალქიმიურ პროცესს, რომელშიც ესე იგი მკურნალიც და პაციენტიც ერთდროულად გარდაიქმნებიან. ამას იუნგი აკვირდებოდა 10 წლეულების განმავლობაში და შეამჩნია, რომ იმ სეანსების შედეგად, როდესაც იგი აღწევდა ღრმა ინტეგრაციის შედეგს პაციენტში, ხო? თავს გრძნობდა თვითონაც უფრო ღიად, ენერგიულად და არა გამოფიტულად. სხვებზე დაკვირვებებით, განკურნებაში ხელშეწყობით თავის საკუთარ ინდივიდუაციას უფრო სწორად აჩქარებდა. ემპათი, რომელიც ითვისებს სამ ალქიმიურ სტადიას, ანვითარებს არა მხოლოდ საკუთარი ემოციების, არამედ კოლექტიური ემოციების პატერნების შეცნობის და გადამუშავების უნარსაც. ემპათი იწყებს იმ ფსიქოლოგიური ნაკადების შეგრძნებას, რომლებიც მსჭვალავენ მთელ ჯგუფებს, ხალხებს, საზოგადოებებს, კულტურებს. აი ეს უნარი გაცნობიერებულ ემპათს აქცევს კოლექტიურ ჩრდილოვან პროცესორებად. აი ესე უწოდებს იუნგი. კოლექტიური ჩრდილოვანი პროცესორი. ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს უნარის შეიგრძნოს და გარდაქმნას ტანჯვის პატერნები, რომლებიც მთელი კაცობრიობის კუთვნილება და არა მარტო მათი როგორც ცალკეული ადამიანის. იუნგმა აღწერა ემპათები, რომელთაც შეეძლოთ ეგრძნოთ სოციალური დაძაბულობა მანამ, ვიდრე იგი გადავიდოდა ღია კონფლიქტში. სხვები პოულობდნენ კანონზომიერებებს თაობათა ტრავმებში, რომლებიც ეხებოდნენ მთელ ოჯახებს. სხვებსაც შეეძლოთ გამოეცნოთ კოლექტიური შფოთიანობის ფარული გამოვლინებები სოციალური არასტაბილურობის პერიოდებში. თუმცა შესაძლებლობების აი ასეთმა გაფართოებამ თან მოიტანა ახალი გამოწვევაც, რომელსაც იუნგი თვლიდა უმაღლეს გამოცდად ემპათიის სუვერენიტეტისთვის. აი ახლა რა ხიფათია ეს? ემპათი, რომელიც მიერთებულია კოლექტიურ ველს, ვალდებულია არჩევდეს საკუთარ პირად ემოციურ მასალას, მასალისგან, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფებს, ეკუთვნის კულტურებს. აი ამ გარჩევის უნარის გარეშე მთლიანად დაითრგუნება ემპათი იმ ემოციებით, რომელთა კატეგორიზაციასაც ვერ შეძლებს. ანუ რომელთა გადამუშავებასაც ვერ მოახერხებს. ეს იმუშავებს ისე, რომ დათრგუნავს მას. იუნგმა გამოავლინა მაგნიტური მიზიდულობის განსაკუთრებული ძალები, რომლებიც ემპათებს უნვითარდებათ ალქიმიური უნარების განვითარებასთან ერთად. ანუ იუნგი მიხვდა, რომ ცნობიერი ემპათი იზიდავს სრულიად განსხვავებულ არქეტიპებს, გაუცნობიერებელი ემპათისგან განსხვავებით. არადა მიზიდულობის აი ამ პატერნების გაგება კრიტიკულად აუცილებელია იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოვიყენოთ ემპათის უნარები. გაგრძელება შემდეგში.